ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც ჩვენ 20-ზე მეტი შეხვედრა გავმართეთ, როგორც ორივე პარტიის, დემოკრატიული ასევე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან ორივე პალატაში, ასევე ყველა იმ ადამიანთან შეიძლება ითქვას სხვადასხვა პოლიტიკურ ცენტრებში, რომლებიც მუშაობენ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. თქვენ იცით, რომ დღევანდელი გარემო ვაშინგტონში არ არის მარტივი, იმიტომ რომ არსებობს შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული რევოლუციური პროცესები მიდის, იმდენად მნიშვნელოვანი არის ის ცვლილებები, რასაც დღევანდელი ადმინისტრაცია ატარებს სხვადასხვა მიმართულებებით და პოლიტიკური დღის წესრიგი ცხადია, დიდწილად არის მოცული სწორედ ამ საკითხებით, რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკას და სხვადასხვა ინიციატივებს ახალი ადმინისტრაციის. ამიტომ ამას ემატება ცხადია რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი, სადაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ის, მე ვიტყოდი, საგრძნობი ცვლილება, რაც დღეს შეინიშნება ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით რუსეთ-უკრაინის ომს, რაც შეეხება და ძალიან დიდი მხარდაჭერა არის, ვხედავთ უკრაინის უკეთესად შეიარაღების მიმართულებით და ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხი არის უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა და გაძლიერება და ამ კონტექსტში მარტივი არ არის საქართველოს საკითხის დღის წესრიგში აქტიურად ყოფნა, დღის წესრიგში აქტიურად შენარჩუნება და სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენი ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოიქცეს ჩვენი ქვეყანა იმ საერთო სტრატეგიულ ინტერესებში, რაც დღეს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა ეს არის პოლიტპატიმრების თემა, მათ შორის ჩვენი ლიდერების დაპატიმრება. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პატიმრობა უკავშირდება სწორედ, ასე ვთქვათ, არა მხოლოდ იმ ამჟამინდელ კონტექსტს, რომელშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების აუცილებლობაზე, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონტექსტის კიდევ ერთხელ შეხსენება, რომელშიც დაიწყო ხაზარაძის და ჯაფარიძის სამართლებრივი დევნა ჯერ კიდევ წლების წინ და ეს უკავშირდებოდა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ანაკლიის სპორტის პროექტში და ის, რომ დღეს საქართველოში ფაქტიურად საქართველოს მართავს დაჯგუფება, რომლის ამოცანაც არის, რომ განდევნოს ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონიდან და ჩაანაცვლოს ჩინეთის, რუსეთის და ირანის ინტერესებით, რა თქმა უნდა, ეს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის თემა და სწორედ ამაზე გქონდა ჩვენ აქტიური საუბარი იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი, ასე ვთქვათ, წინ წაიწიოს, მე ვიტყოდი, აიწიოს პრიორიტეტების ჩამონათვალში საქართველოს საკითხმა. მეგობარ აქც აქვს მყარი მხარდაჭერა ორივე პარტიიდან და ჩვენ საუბრობდით სწორედ იმაზე, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდეს ამ აქტის კანონად გაფორმების პროცესი დასრულდეს სწრაფად. გვესმის, რომ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო პროცესი კონგრესში და ჩვენ სწორედ ამაში პრინციპში პროცესია ერთადერთი, რაც ახლა შეიძლება ამ პროცესს აფერხებდეს პროცედურა, თორემ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. აი თქვენ ახსენეთ კიდეც, რომ დღის წესრიგში გააქტიურება საქართველოს საკითხის პრიორიტეტების გამო შეიძლება იყოს რთული, თუმცა და ეს ასევე გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ ყალიბდება ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ. მაგრამ ალბათ ექსპერტულ წრეებში უფრო თამამად საუბრობენ, რას ფიქრობს შეერთებული შტატების ლიდერშიპი, ადმინისტრაცია ქართულ ოცნებასთან ურთიერთობაზე. რამდენად არსებობს ამის რესურსი, შეიძლება ამ რესურსს უკვე ნაკლებად ხედავდეს ქართული ოცნებაც თავად, რადგან უკმაყოფილებას გამოთქვამენ აქა-იქ, როცა განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ მაინც რაზეა დამოკიდებული გადატვირთვა, რომელზეც დიდი მეტს ამყარებს ბიძინა ივანიშვილის გუნდი.
იცით რა, მე ვერ ვიტყოდი, რომ არსებობს რაღაც გაუგებრობა შეფასებების ნაწილში, საკმაოდ ნათელი შეფასება არის ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან მიმართებაში დამოკიდებულება გამოკვეთილად არის, უკვე ცალსახად არის გამოკვეთილი. ეს არის ანტი-ამერიკული, ანტიდასავლური დაჯგუფება, რომელიც ძალიან ცალსახად არის ახკმა, რომ იმართება რუსეთის მხრიდან და ვაშინგტონში ელჩის კანდიდატად დასახელებულმა, უბრალოდ ელჩად დანიშნულმა კანდიდატურამ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ხელი შეუწყო ამ ახკმის ასე ვთქვათ, განმტკიცებას, იმიტომ რომ ცხადია ყველას აქვს ინფორმაცია, რა ინტერესებს უკავშირდება მათ შორის ეკონომიკურ და ბიზნეს ინტერესებს ახალი ელჩის კანდიდატურა, ამიტომ არ არსებობს რაიმე, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი გაუგებრობა შეფასებით ნაწილში. უბრალოდ, როდესაც შეფასება ხდება, ამას შემდეგ უნდა მოყვას უკვე მოქმედების გეგმაც, ხო? ანუ ახალი პოლიტიკა, მე ვიტყოდი, პოლიტიკა, რომელიც უნდა განსაზღვროს, ეს განსაზღვროს, ასე ვთქვათ, როგორ წარიმართოს ურთიერთობები იმ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან პირველად ყავს ანტიამერიკული და ანტიდასავლური ხელისუფლება, რომლის ამოცანაც არის რუსეთის ინტერესების გატარება და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დაზიანება ჩვენს რეგიონში. ეს არის ახალი რეალობა, ახალ რეალობას ჭირდება ახალი პოლიტიკა. აი აქ ვფიქრობ შემოდის სწორედ ის პროცესი, რომ ძალიან მასშტაბური ცვლილებები მიმდინარეობს ვაშინგტონში, მათ შორის დაემთხვა ესე, რომ ჩვენს აქ ვიზიტის დროს პარალელურად სახელმწიფო დეპარტამენტში ძალიან დიდი საკადრო ცვლილებები განხორციელდა და ეს გარკვეულწილად იწვევს, მე ვიტყოდი, გადავადებას პოლიტიკური გადაწყვეტილებების, რომელიც უკვე სამოქმედო გეგმაზე უნდა აისახოს. შეფასებით ნაწილში მე ყოველ შემთხვევაში რაც დავინახე, არის აბსოლუტური თანხვედრა შეფასებების, როგორც ორივე პარტიაში, ასევე ასე ვთქვათ, იმ საზოგადოებაში, რომელიც განსაზღვრავს და მუშაობს საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკაზე. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, ერთსულოვანი შეფასებები ვნახეთ ჩვენ. ხომ არ მიგიღიათ რჩევები ან რაიმე რეკომენდაციები თუ როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობის პროცესი ქვეყნის შიგნით ან თუნდაც რჩევები იმაზე თუ რა გზა უნდა აირჩიოს ოპოზიციამ ან რამდენად სწორია მართებულია თქვენი არჩევანი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ თუ ეს ის საკითხია რომელზეც ასე ვთქვათ რჩევებისგან თავს იკავებენ რადგან ეს პარტიების გადასაწყვეტია ქვეყნის შიგნით. იცით რა, ეს სწორედ ქართული ოცნების ნარატივია, რომ ჩვენ რაღაცა ვინმე რამე მითითებას გვაძლევს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ცხადია, რომ ვერავინ ვერ გადაწყვეტავს ქართველი საქართველოს პოლიტიკური ძალების გარდა, ვერავინ ვერ განსაზღვრავს, რა არის ბრძოლის სწორი გზა და სწორი ფორმა. მე შემიძლია გითხრათ, რომ ორი საკითხი არის, რაც გაჟღერდა ყველგან და ეს ასე ვთქვათ, არ ეს შეგვიძლია ცნობად მივიღოთ, როგორც იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც გავდივართ ამ ბრძოლის ველზე არჩევნებში, ასევე მათ, ვინც არ მონაწილეობენ არჩევნებში. მე შემიძლია გითხრათ ორი მნიშვნელოვანი შეფასება, რაც მოვისმინეთ და მე მიმაჩნია, რომ ყველა უნდა მოусმინოთ ყურადღებით. ერთი ეს არის ძალიან ვიტყოდი უსიამოვნო განცდა, რასაც იწვევს განხეთქილება ოპოზიციის რიგებში და განსაკუთრებით დამოკიდებულება, რომელიც აირჩიეს ზოგიერთმა კოლეგამ, რომ ოპოზიცია თუნდა იქცნენ და რაღაცა უფრო მეტ დროს უთმობენ საუბარს სხვა ოპოზიციურ პარტიებზე, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმზე, ეს შემიძლია გითხრათ, რომ არ არის კარგად აღქმული და ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვფიქრობ, უნდა დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ დრო არის, რომ შეწყდეს ეს პროცესი და მივხედოთ ყველამ ჩვენ საქმეს, ვინც რა გზა ავირჩიეთ პოლიტიკური ბრძოლისთვის. მათი დამოკიდებულება არის, რომ ეს საბოლოოდ პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ ასევე მივიღებთ, მე ვიტყოდი, გაფრთხილება, რაც ჩემთვის არ არის ახალი, იმიტომ რომ ეს არის ის პოზიცია, რომელიც მე მრავალჯერ მომისმენია, რომ საარჩევნო პროცესზე მონაწილეობაზე უარი ყველანაირი გამოცდილებით, მათ შორის ყველა სხვა ქვეყნის გამოცდილებით ასუსტებს მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს და შესაბამისად არის სახიფათო მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.
ახლა ვინ რა რისკზე წავა და როგორ გადაწყვეტავს თავის პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას, ეს ცხადია თითოეული პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტია, ჩვენი გზა ავირჩიეთ. ჩვენ თქვით, რომ ამ არჩევნების პროცესში, ამ ბრძოლაში შესვლა გააძლიერებს მხოლოდ წინააღმდეგობის ფრონტს, ჩვენ ესე ვხედავთ და შესაბამისად მე არაფერი არ მომისმენია ამ ვიზიტის დროს ისეთი, რაც პირიქით, ასე ვთქვათ, არ განმამტკიცებდა იმ რწმენაში, რომ ჩვენ სწორი გზა ავირჩიეთ. ეხლა ვფიქრობ, რომ მათ შორის მნიშვნელოვანია ქართული ხალხის წინააღმდეგობის მობილიზაცია, იმიტომ რომ რა პოლიტიკაც არ უნდა გაადაროს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ცხადია, რომ მთავარი აქტორი, რომელიც განსაზღვრავს საკუთარი ქვეყნის მომავალს, არის ქართული ხალხი. და ქართულმა ხალხმა, ჩემი აზრით, მათ შორის მტკიცე წინააღმდეგობის ფრონტით უნდა აჩვენოს მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი თავისუფლების დათმობას და მათ შორის ის უზარმაზარი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს თავისუფალი სამყაროდან, არის დამსახურებული და ასე ვთქვათ, ჩვენ სწორედ გამოვიყენებთ ამ მხარდაჭერას. კი ბატონო, და ბოლოს მინდა თქვენი პოზიცია მომისმინო ახალ პრობლემაზე. პრინციპში ახალი არ არის, თუმცა დღეს უფრო მკაფიოდ ჩანს საფრთხე, რომ შესაძლოა ქვეყანამ დაკარგოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ქართული ოცნების პროპაგანდა იმდენად დიდი რესურსია ჩადებული, ვაშინგტონამდეც მოაღწევდა ქართული ოცნება, რას ფიქრობს რეკომენდაციებზე, რაც შესასრულებელია უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად. რა ამოცანებს გისახავთ აი ეს საფრთხე, ხომ არ გიცვლით პრიორიტეტებს, ან როგორ შეიძლება აგვისტოს ბოლომდე გვაქვს რეალურად ვადა ქვეყანას, რომ რაღაც გაკეთდეს ამ მიმართულებით, რა შეიძლება გაკეთდეს ოპოზიციური სპექტრის მხრიდან? ხო, იცით რა, სამწუხაროდ ეს რეალობაა, სადაც ოპოზიციას არანაირი გავლენის ბერკეტები არ აქვს, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ უვიზო მიმოსვლის გაუქმება, ჩვენ არაერთხელ გვაქვს დაფიქსირებული პოზიცია და ეს რჩება ჩვენ პოზიციად, რომ უნდა დაისაჯოს ივანიშვილი და მისი რეჟიმი და არა ქართული ხალხი, მაგრამ ამავე დროს არის ის ობიექტური მოცემულობა, რომ როდესაც ქვეყანა აბსოლუტურად არის აცდენილი ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირის დღის წესრიგს და უბრალოდ გადახაზა ყველა ვალდებულება, რომელიც ჰქონდა აღებული როგორც უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის, ასე ვთქვათ, ხელმიმღებ ქვეყანას, იქ შესაბამისი პროცესები დაიწყო ევროკავშირში. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რუსუდან, რომ ჩვენ ხმა მივაწვდიონ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ქვეყანაში, რომ ძალიან მინიმალისტური მიდგომა შეარჩია ევროკავშირმა მოთხოვნების ნაწილში, რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. ხო, იმიტომ რომ ჩვენ რო ეს შევხედოთ აი იმ წერილს, რომელიც საჯაროთაც არის ცნობილი, რას ითხოვს ევროკავშირი, პრინციპში ეს არ არის ისეთი მოთხოვნები, რომლის შესრულებაც რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას შეუქმნის. დეკემბრის შემდეგ იმდენად ბევრი რამე მოხდა ქვეყანაში, იმდენად ბევრი კანონი დაემატა რეპრესიულ, ასე ვთქვათ, კანონებს, რომ კი, მეც რომ წავიკითხე, ბევრს დავამატებდი კიდე სიმართლე გითხრათ. კი, ხადია, ყველაფერს ბევრს დავამატებდით, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ევროკავშირი უფრთხილდება ქართულ ხალხს და არ უნდა რომ ქართულმა ხალხმა დაკარგოს ეს შანსი, საკმაოდ კონსერვატორული მიდგომით მიუდგნენ რა უნდა გაკეთდეს, რომ არ დავკარგოთ ჩვენ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ეხლა ამაზეც, როდესაც უარს აცხადებს ეს არალეგიტიმური ხელისუფლება, თუ ვინმე კიდე ვერ მიხვდა დღემდე, რომ ეს ხალხი არის პირდაპირ რუსული დავალებების შემსრულებელი და მათ უბრალოდ საკუთარი ამომრჩეველიც კი, ასე ვთქვათ, არ ადარდებთ და საკუთარი ამომრჩევლის აზრიც კი არ ადარდებთ და ადარდებთ მხოლოდ ის დავალებას შეასრულებენ თუ ვერ შეასრულებენ მოსკოვისთვის, ну, აქ უკვე ძალიან ნათლად იკვეთება, რომ მოსკოვის პირდაპირი დავალებაა, რომ უვიზო მიმოსვლა უნდა გაუქმდეს ევროკავშირთან და როგორც ჩანს, კობახიძე და ივანიშვილი აპირებენ, რომ ზედმიწევნით შეასრულონ ყველა ინსტრუქცია, რასაც მოსკოვი მათ უგზავნის, რომ ჩვენ საბოლოოდ გაგვიუქმონ ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რაც ჩვენთვის ნიშნავს გაზრდილ სიღარიბეს, სიღატაკეს, ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სიბნელეს, უპერსპექტივობას და მოწყვეტას ევროპული სივრციდან და ამას უნდა უპასუხოს ხალხმა ძალიან მწვავე პროტესტით, იმიტომ რომ ხელისუფლების გათვლა ეს არის, რომ ამ რუსულ დავალებასაც ისე შეასრულებენ, რომ წინააღმდეგობას მათ ვერ შეუქმნის ხალხი. ну, ამითი ძალიან წინ წაწევენ რუსეთის დღის წესრიგს საქართველოს საბოლოო დესუვერენიზაციის და ჩვენი ევროპული მომავლის გაუქმების.